მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი 31 და მე ვარ ხატია ძნელაძე. ჩემი პოდკასტის მეხუთე ეპიზოდის სტუმარი გახლავთ ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელიც ძალიან საინტერესო თემას შეეხება და ეს ადამიანი გახლავთ ფსიქოლოგი, ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის სპეციალისტი, პოეტი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი, მუსიკოსი, პუბლიცისტი, ბატონი ლევან რამიშვილი. და მინდა რომ პირველ რიგში მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის რომ მოვბრძანდით ჩემთან პოდკასტში. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა ამისთვის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ეს წიგნი თავისუფალი ბავშვი, თავისუფალი ადამიანი გახლავთ ბატონი ლევანის დაწერილი, რომელიც სხვათა შორის ერთი თვის უკან შევიძინე. და როდესაც წავიკითხავ, მე ვფიქრობდი რომ მეთქი სანამ არ წავიკითხავ ბოლომდე, სანამ აი ამ ყველაფერს არ ამოვწურავ ინფორმაციულ და აი რაღაცა როცა ვკითხულობდი მართლა თან ჩემს შულს რო დავაძინებდი ღამით ვკითხულობდი ზოგჯერ როცა მეცალა და შესაბამისად ეს აი ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი რომ რამდენი რამე გვჭირდება მშობლებს იმისთვის რომ გავითავისოთ და რამდენი რაღაც გვაკლია ყოველდღიურობაში რომ ჩვენი თავი საუკეთესო ვერსია ვიყოთ ამ ნიშნულით რომ ჩვენ შვილს საუკეთესო მომავალი შევუქმნათ. ძალიან საინტერესო წიგნია და ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემს ცნობიერებაში და ზუსტად ვიცი ჩემი ცხოვრების სამაგიდო საუკეთესო წიგნებს შორის უპირველეს ადგილს დაიკავებს, იმიტომ რომ ეს თემა ჩემთვის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანია. პირველ რიგში მინდა გკითხოთ ასეთი კითხვა რომ აქ თქვენ აღნიშნეთ თავისუფალი ბავშვი, თავისუფალი ადამიანი აღზრდის კი არა ბავშვთან ურთიერთობის პრაქტიკული სახელმძღვანელო. და ძალიან რაღაცნაირად მომხვდა ყურში, რომ აი აღზრდა კი არა, თითქოს აი ტოლერანტულად თავის სწორ, თავის რაღაცნა ერთიანი შემართებით უნდა ვიყოთ ბავშვთან როგორც არა რაღაცა დიდური მიდგომით, არამედ ლოიალურად და რაღაცა ყოველდღიურობაში უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. თქვენ როგორ აი რატომ წამოვიდა ეს იდეა და საერთოდ ჯერ პირველ რიგში წიგნის დაწერის იდეა და მე აი ესეც რო აგვიხსნათ. კი ბატონო, მოგესალმებით და სანამ მაგ კითხვას უპასუხებ, მე მინდა ერთ თემას შევეხო ზუსტად რამოდენიმე წამით, იმიტომ რომ ჩემ თავს მივეცი პირობა რომ არც ერთ პოდკასტს არ ჩავწერ ისე, რომ ამ თემას არ შევეხო, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე ეხება საქართველოში ძაღლების პრობლემას და ორი სიტყვით ვიტყვი, რომ დღეს რა პოლიტიკაც მიდის ძაღლების მიმართულებით ეს არის აბსოლუტური ფაშიზმი და ძალიან დიდ კავშირში არის სხვათა შორის ბავშვების თემასთან, იმიტომ რომ ძაღლები და ბავშვები არიან ეს ორი ესე იგი ჯგუფი ასე ვთქვათ, არის ის ვინც საკუთარ თავს ვერ იცავს ვერბალურად, არ შეუძლია, ну რაღაც ასაკამდე ბავშვი ვერ იცავს თავს და ძაღლის ასევე ვერ იცავს თავს და ძაღლი არის მეცნიერული კვლევების მიხედვით 2 წლის ბავშვის ტვინის განვითარება აქვს ძაღლს და ზუსტად ისევე აღვიქვამს, ზუსტად ისევე მგრძნობიარია, ზუსტად ისევე თბილია და ასე შემდეგ და ზუსტად ისევე გახსნილი მიდგომა აქვს ადამიანის მიმართ, უყვარს ადამიანი და მისგან უხეშობას ძალიან ტკივნეულად აღვიქვამს და დღეს ჩვენ საქართველოში ცოცხლად წვავთ ძაღლებს ქუჩაში ვხოცავთ, ვიჭერთ, მიყვავს და ასე ეს რაღაც მავნე საბჭოთა პრაქტიკა აღორძინდა, რაც არის აბსოლუტურად მართლა წმინდა წყლის ფაშიზმი და დანაშაული და უბრალოდ მინდა ეს აღვნიშნო და ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი. უღრმესი მადლობა ამ ინფორმაციის გაჟღერებისთვის, რადგან ნამდვილად სენსიტიური თემაა და გეთანხმებით ეს არის არც მართლა ფაშიზმი, რომელიც უნდა გამოსწორდეს და ძალიან რთული სიტუაცია ამჟამად ამ ფონზე, ამ ნიადაგზე ქვეყანაში. პირველი კითხვა, აი ამის შემდეგ რაც მინდა დავსვათ, ხო ეს არის, რომ აი საიდან წამოვიდა ეს წიგნის შექმნის იდეა და აი ეს აღზრდის ამბავი, რომ ჩვენ როგორც თანასწორად ეგრეთ უნდა გავზარდოთ, რომ არა როგორც მშობლურად მივუდგეთ, აი ეგ განსაზღვრებაც რო გითხრათ ამ კითხვაში. იცით რა არის, წამოვიდა იქიდან, რომ რაღაც ასაკში მე თვითონ მივედი იქამდე რომ პრაქტიკაში არ არსებობდა ესეთი სახელმძღვანელოები. მივედი იმის გამო, რომ ჩემი მესამე შვილი როდესაც დადგა რაღაც პრობლემების წინაშე, მეც იძულებული გავხდი, რომ ამ პრობლემებისთვის თვალი გამესწორებინა. და დამჭირდა ესეთი წიგნი, სადაც იქნებოდა პასუხი ყველა კითხვაზე, რაც დამჭირდებოდა.
და აღმოჩნდა რომ ესეთი წიგნი არ არსებობს. და აღმოჩნდა ისიც რომ საერთოდ იშვიათობაა სწორი მიდგომის მქონე წიგნები ნამდვილად და გეთანხმებით. წიგნები რომლებიც ადეკვატურია დღევანდელი რეალობის მიმართ, იმიტომ რომ თუნდაც რო ავიღოთ მაგალითად სპოკი, რომლებითაც ჩვენ ვზრდიდით ბავშვებს, რომელიც ძალიან მოძველებულია არა მარტო მხოლოდ დროის მხრივ, არამედ უბრალოდ მოძველებულია, ელემენტარულად სპოკს პირდაპირ უწერია, რომ მაგალითად შეიძლება ვცემოთ ბავშვი. ანუ 90-იანი წლები. და ანუ ელემენტარულად მაშინ არ იყო ინფორმაცია და 21 საუკუნე არის მეცნიერებაში ის 25 წელი რაც გავიდა, ეს არის მეცნიერებაში უზარმაზარი გარღვევის პერიოდი, როდესაც აი ამ ჰუმანისტურმა მიდგომამ, თავისუფლების მომხრე მიდგომამ დაამტკიცა, რომ ის მეცნიერულად დასაბუთებულია. ანუ ეს კვლევები ადრე არ იყო და მე ძალიან მინდა რომ ამ კვლევების შესახებ მოვყვე ამ პოდკასტში. ზოგადად მეც სხვათა შორის სანამ ჩემი შვილი დაიბადებოდა, 1 წლისას 9 თვის არის ალექსანდრე, სანამ დაიბადებოდა, ძალიან ბევრი ინფორმაცია მქონდა ამაზე, რაღაცა ნანახი, წაკითხული, მაგრამ აი ამ სიღრმისეულად, როგორც თქვენ წიგნში არის ყველაფერი აღწერილი, შეგიძლია რომ მთელი ცხოვრება აი ამით აი მარტო ბავშვთან დაკავშირებით კი არა ადამიანის უფლებები რო არ დაარღვიო და ნებისმიერ ადამიანთან იკომუნიკაციო მაგისთვის არ ვიცი ძალიან დიდი სიბრძნე დევს და აი ამისთვის პირველ რიგში მადლობა თქვენ რა თქვენ აღნიშნავთ იმას რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად და ეს აქსიომაა და ამის იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ რომ ბედნიერი ბავშვი უდრის ბედნიერ მშობელს აი რას ნიშნავს უფრო პირიქით ბედნიერი მშობელი უდრის ბედნიერ ბავშვს. კი, ზუსტად და აი ეს აი მომწიფებელი ემოციურად და მომწიფებული ემოციურად აი მშობელი როგორ შეიძლება რომ გავმიჯნოთ? რომ აი მივიდეთ თუნდაც იმ დასკვნამდე რომ აი რაღაცა ჩვენ შვილს არ დავაკლოთ ის ენერგია რომელიც საჭიროა. ძალიან ბევრი ფაქტორია. იმის განსასაზღვრად თუ რომ ვინ არის მომწიფებული მშობელი. იმიტომ რომ ზრდასრულობა რა არის? მომწიფებული მშობელი პირველ რიგში უნდა იყოს ზრდასრული ადამიანი. და ჩვენ რეალობაში გვაქვს სურათი, სადაც ელემენტარულად 16-17 წლის ბავშვები ქმნიან ოჯახებს, 20-25 წლის ბავშვები ქმნიან ოჯახებს და ამ დროს 20-25 წლის ასაკში საერთოდ არ არიან მომწიფებულები თვითონ ფსიქოლოგიურად. მაგალითად მე ვიცი ოჯახები, სადაც აი გააჩინეს ბავშვი და ეს ბავშვი მიგდებულია, საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ. მაგალითად თვითონ ტელეფონში არიან 24 საათი, იძინებენ დილის 5 საათზე, ბავშვიც იძულებულია რომ დაიძინოს დილის 5 საათზე. ანუ ეს მაშინ როცა ეხ ბავშვს თავისი რიტმი აქვს, ტვინის განვითარება სჭირდება რომ ღამე ეძინოს ბავშვს, ხო? მაგრამ ესეც კი არ იციან. ხვდებით? და ელემენტარულად აი, რა ვიცი, საჭმელს არ აჭმევენ ბავშვს, საერთოდ არ ეკონტაქტებიან ბავშვს, თავისი განვითარების ეტაპები აქვს, სადაც აუცილებლად უნდა აი მაგალითად არის ეტაპი, როდესაც უნდა დაიწყოს რაღაც პატარა თავსატეხების ამოხსნა, რომ ტვინი განვითარდეს. უნდა დაიწყოს ლაპარაკი, ხო? და როდესაც მშობელი არ ელაპარაკება შვილს და არაფერს არ აწვდის, ინფორმაცია არ ყიდულობს მისთვის საჭირო წიგნებს, არ უზის და ამ წიგნებს მასთან ერთად არ კითხულობს და არ არჩევს, როცა საჭიროა, ხო? თავისი დრო აქვს ყველაფერს, ხო? მაშინ ბავშვი რჩება განუვითარებელი, გონებრივად, ფსიქოლოგიურად კიდე სხვა თემა არის. ანუ აი ეს რატომ მოვიყვანე ესეთი უხეში მაგალითი იმისთვის რომ დავინახოთ რომ მშობლობას ჭირდება ცოდნა და მზაობა თუნდაც მხოლოდ ინფორმაციული მზაობა ჭირდება ხო მაგრამ ესეც კი არა აქვს ძალიან ბევრ მშობელს საქართველოში ანუ სანამ ჩვენ არ მივალთ იქამდე რომ მშობლობას შევხედავთ სერიოზულად და გავაცნობიერებთ რომ ბავშვს აქვს უამრავი მოთხოვნილება და ის რო სრულფასოვნად განვითარდეს და გონებრივად განვითარდეს, ფიზიკურად განვითარდეს და ფსიქოლოგიურად იყოს ჯანმრთელი, მშობელმა იმდენი რამე უნდა იცოდეს. ნამდვილად დაგეთანხმებით. და ამ ყველაფრის ცოდნა თავისით არ მოდის. თქვენ რო გააჩეროთ საქართველოში ნებისმიერი მშობელი
100-დან 99 შემთხვევაში თუ გაგვიმართლა ისიც და ერთი შეხვდა ისეთი რომელმაც რაღაც იცის 100-დან 99 შემთხვევაში ჩვენ აღმოვაჩენთ რომ მშობელმა არაფერი არ იცის ბავშვის ფსიქიკის შესახებ. და რამდენი მნიშვნელოვანი ფაქტორია რომ გავითავისოთ. ძალიან ბევრი. ანუ ეხლა საზღვარგარეთ ის ავტორები, რომლებიც აი ამ მსგავს წიგნებს წერენ, აკეთებენ პოდკასტებს, აკეთებენ YouTube არხებს და ასე შემდეგ და ეს არხები ეხლა თქვენ თუ ნახავთ და ინახავთ რომ ათასობით ვიდეოსგან შედგება, იმდენი თემაა. ამ წიგნშიც ეხლა არის უამრავი ათასობით თემა და ეს ბუნებრივია, ეს ძალიან დიდი ცოდნა არის, რეალურად ძალიან დიდი ცოდნაა საჭირო. ეს ერთი ინფორმაციის მხრივ რამხელა-მზაობაა საჭირო. მეორე კიდევ არის საჭირო მზაობა ფსიქოლოგიური, ანუ რეალურად ბავშვი შენს გვერდზე რომ გაიზარდოს ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი შენ თვითონ უნდა იყო ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მიღწევა ესეთი ადვილი არ არის. წლები ჭირდება. ანუ შეიძლება ვერც წლები ეღო. იმის გამო რომ ჩვენ თვითონ უცოდინარმა მშობლებმა გაგზარდეს ეს არ ნიშნავს რომ შეურაცხყოფას ვაყენებ ვინმეს უბრალოდ იმ თაობამ უბრალოდ არ იცოდა ბევრი რამ ხო და ამის გამო ჩვენ ვართ ტოტალურად ტრამვირებული საზოგადოება. აი ტოტალურად, ნამდვილად. ამ ტრამვებს სჭირდება მოშუშება, იმიტომ რომ როდესაც ელემენტარული აი ძალიან ცოცხალ მაგალითს მოვიყვან რა, ბავშვი მოდის და გეუბნება რომ სიტყვაზე აი ამ მოცანას ვერ ხსნი მათემატიკაში დამავალეს და ვერ ხსნი, ხო და შენ ხარ ტრამვირებული ადამიანი, შენ უგწებ იქ დაგიტრიგერა რაღაცამ, რაღაც გაგახსენდა შენ როგორ მიხვედი ბავშვობაში დედასთან და როგორ უთხარი და იმან როგორ გითხრა რაღაც უხეშად და უცებ უხეშად ეუბნები. რომ იცი რა გამანებე თავი რა მიხედე თუ აი რაღაცას ეუბნები უხეშად, ხო? ანუ ელემენტარულად უნდა იყო ფსიქოლოგიურად ისე დამუშავებული უნდა კონდეს საკუთარი ტრამვები, რომ ესეთი რაღაც არ გააკეთო. და ამას შენთვის მოულოდნელად აკეთებ, არც იცი რომ აი რაღაც სიტუაციები ვარდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ბავშვები ხო ძალიან შემაწუხებელი არსებები არიან, ხო? თავის და უნებურად, ხო? და დღის განმავლობაში შენ 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ შეიძლება ისეთი სერიოზული ზიანი მიაყენო ბავშვის ფსიქიკას, თუ შენი ტრამვები არ გაქვს დამუშავებული. ეხლა ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგალითად თუ არ იცი თუ არ გაქვს დამუშავებული მაგალითად უყურადღებობა შენი მშობლების მხრიდან. ხო? შენ ძალაუნებურად ხდები უყურადღებო მშობელი, თუმცა ამას ვერ ამჩნევ, იმიტომ რომ ჩვენი მშობლების პატერნებს, ქცევით მოდელებს ვიმეორებთ, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი რაც ნახეთ. ანუ ბავშვობაში ჩემი მშობელი თუ იყო უყურადღებო და გულგრილი, მე კი ეს მაწუხებდა, მაგრამ მე ეს დავიმახსოვრე როგორც ქცევის მოდელი, იმიტომ რომ ესეა მოწყობილი. მე მშობლობას ვსწავლობ ჩემი მშობლებისგან და როდესაც მე თვითონ გავხდი მშობელი, თუ ამაზე ნაფიქრი არ მაქვს, მე ავტომატურად ჩემი ფსიქიკა მირთავს იმ მოდელს, რომელიც ისწავლა ბავშვობაში. და მეც ავტომატურად თუ ფსიქოლოგიურად არ გავიარე რაღაც მომზადება მშობლობისთვის, მე ავტომატურად ხდები ისევთივე გულგრილი და უყურადღებო მშობელი, როგორც ჩემი მშობელი იყო ჩემს მიმართ. აი ესეთი ნიუანსები არის მილიონობით უბრალოდ, არ ვიცი, ძალიან ბევრია, ათასობით. და ამიტომ ფსიქოლოგიური მომზადება მშობლებს აუცილებლად ჭირდებათ მშობლობისთვის. ეს სერიოზული რამეა. აი როგორ შევადარო, არ ვიცი, ახლა მაგალითად ჩვენ ყველა სფეროს უყურებთ უფრო სერიოზულად ვიდრე ბავშვის აღზრდას და ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ, ახლა ავტობუსის ბრძღოლად ადამიანს არ გაუშვებენ თუ სერიოზულად არ მოამზადეს და აძლევენ ლიცენზიას, ხო? ანუ ღვინის დაყენებას არავის არ ანდობენ, არ ვიცი კიდე რა ვთქვა, თვითფრინავს არავის არ ჩააბარებენ, მაგრამ თვითფრინავის პილოტმა შეცდომა რომ დაუშვას, ხო,
უარეს შემთხვევაში დაიღუპება სიტყვაზე, არ ვიცი, 100 ადამიანი, ხო? და განათლების სისტემა, რომელიც აბსოლუტურად უვიცი ადამიანების შექმნილია, ფსიქოლოგიაში გაურკვეველი ადამიანების შექმნილია, ყოველდღიურად აავადებს მილიონობით ბავშვს. ფსიქოლოგიურად აავადებს, რეალურად მართებს დეპრესიას, კლინიკურ დეპრესიას, შიზოფრენიას, არ ვიცი, შფოთვებს და ასე შემდეგ. და ეს როგორ შეიძლება ჩვენ არ გავიაზროთ და არ დავინახოთ. და მშობელი, რომელიც უცოდინარია ბავშვთან ურთიერთობის საკითხში, სულ ცოტა აავადებს თავის ერთ ან რამოდენიმე შვილს. ზუსტად ეგრეა. და ხო, აი რაღაცა და ჩვენ ლიცენზიას ვიღებთ ყველაფერში. ყველაფერს სერიოზულად უდგებით, ყველაფერში ვცდილობთ, რომ ცოდნა ავიღოთ და ისე გავაკეთოთ და ეს სფერო ისე არის მიგდებული, თითქოს აქ ცოდნა არ არის საჭირო. ამიტომ რა ვიცი, ეს წიგნი იმისთვის არის, რომ არა მხოლოდ იმისთვის, რომ მშობლებს მიეხმაროს ბავშვის აღზრდაში კონკრეტული რჩევებია აქ, ხო? კონკრეტული სიტუაციებისთვის. მარტო ეს არ არის, საქმე ის ამ წიგნის დანიშნულება ისიც არის, რომ awareness როგორ არის ქართულად, არ ვიცი, შეგნება გაიზარდოს ქვეყანაში, რომელიც შეგნების დონე ამაღლდეს და ჩვენ დავინახოთ, რომ ეს პრობლემაა, რომ არ შეიძლება ესე მიყრილი, მიგდებული გქონდეს ეს საკითხი, იმიტომ რომ ამ ხრივ მსოფლიოსთან შედარებით ჩამორჩენილები ვართ მინიმუმ 100 წლით. საქართველოს ბავშვთან ურთიერთობის საკითხში მსოფლიოსთან შედარებით ჩამორჩენილია მინიმუმ 100 წლით. ჩვენ დღეს ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ, რაც 100 წლის წინ მსოფლიოში გახდა სირცხვილი და ვერ ვამჩნევთ ამას. ეს არის აბსურდი. ახლა გამახსნა ერთი სიტუაცია, რომ თუნდაც ის, რომ სხვა ადამიანები რომ რაღაცა ვერ აღიქვამენ, თუნდაც შენს ტოლერანტულ მიდგომას, ან თუნდაც აი მე მაგალითად ცოტა ისეთი მშობელი ვარ, მაგალითად უფრო ვუხსნი ალექსანდრეს არ ვუყვირი და რამდენჯერ ვთქვამთ ადამიანებს, რომ აი რატო აი ყვირილი ზოგადად რო უყვირებ ადამიანს, აი ის უფრო გაიგებს. აი მინდა რომ მართლა ერთხელ და სამუდამოდ ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბროთ ისე, რომ აი გაიგონ რა არის ყვირილი ბავშვის ცნობიერებაში და მე ვეუბნები, რომ არა უშავს, ამუხსნი 100 ჯერ, არ მომბეზრდება და გაიგებს 101 ჯერ, ანუ არ არის პრობლემა. ანუ მირჩევნია ავუხსნა, ვიდრე რაღაცა ტონს ავუწი და თქვენ აი ამ შემთხვევაში რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვინც ყვირიან და აი თქვათ მასე მიაქვს სათქმელი ბავშვის ფსიქიკა. საქმე რაშია, იცით? მარტო ყვირილზე რო ვილაპარაკოთ. მთელი გადაცემა და არ იქნება სწორი, იცით, რატო რომ ყვირილი არის კონკრეტული აღზრდის მეთოდის გამოხატულება. ყვირილი დასჯა დასჯანების მერი ხო, რაღაცა ფიზიკური დასჯა იქნება ფსიქოლოგიური თუ რაღაც ცალკე ყვირილით ნუ დავიწყებთ რა, მოდი, იმიტომ რომ მოდი აი ესე დავალაგოთ, ჯერ რა ხდება საერთოდ. პირველი, საიდან უნდა დავიწყოთ? რა არის ბავშვი საერთოდ? არის ეს მექანიკური რაღაცა რობოტი, რასაც ჩავძახებთ, იმას ამოვძახებთ, თუ ეს არის ცარიელი ფურცელი, რასაც დავწერთ, ის იქნება იქ დაწერილი, თუ ეს არის ძალიან ცუდი ვიღაც, ვინც უნდა სასჯელებით და რაღაცა სიმკაცრით გამოვასწოროთ, რომ ის სიცუდე არ ჩაიდინოს ცხოვრების განმავლობაში, როგორიც დაიბადა, ისეთი არ იყოს და გადავაკეთოთ. ხო, ეს ამაზე ამ კითხვებზე პასუხი მოდი ცოტა შორტკატს გავაკეთებ და ვიტყვი, რომ არც ერთი ეს არ არის სწორი. ბავშვი არ არის ცუდი თავისი ბუნებით და არ არის არც ცარიელი ფურცელი. ყველა ბავშვი იბადება რაღაც მიდრეკილებებით. ეხლა ცოტა გენეტიკას შევეხები და ის შეხედულება გენეტიკაში, რომ რაღაც ერთი გენი განსაზღვრავს, აი ეს არის კრიმინალი, იმიტომ რომ ეგეთი გენი აქვს. ეს არის გუშინ წინის წინდელი დღე გენეტიკაში, დღე ეგრე არ მუშაობს. ათასობით გენეტიკური კომბინაციაა საჭირო იმისათვის, რომ რაღაც მიდრეკილება გაჩნდეს. ეს არის თანამედროვე გენეტიკა, რაც გვეუბნება. და რაც არ უნდა მიდრეკილება არსებობდეს ბავშვში, ის იმდენად უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რა გავლენასაც ახდენს გარემო. ანუ
ეს არის უკვე ეპიგენეტიკა. ანუ ეპიგენეტიკა გვეუბნება, რომ გადამწყვეტი არის ყოველთვის გარემო. იმიტომ რომ ეს მიდრეკილებები კი არსებობს, ჩვენ ვიცით რომ არსებობს, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი, იმიტომ რომ რეალურად რომც კონდეს კრიმინალისკენ, სიტყვაზე ან შიზოფრენიისკენ ბავშვს მიდრეკილება კონკრეტულ ადამიანს, ხომ, გენეტიკურად ის თუ მოხდება ჯანსაღ გარემოში, ეს საერთოდ არ გამოვლინდება. და ბავშვი, რომელსაც არ აქვს არანაირი მიდრეკილება სიტყვაზე კრიმინალისადმი, თუ მოხდება არასწორ გარემოში, ეს მიდრეკილება განვითარდება. იმიტომ რომ და რეალურად გადამწყვეტი არის მაინც გარემო. ანუ პასუხი კითხვაზე თუ როგორია ბავშვი, ბავშვი არის ყველანაირი და უმეტესად ამას უკვე გვეუბნება სიღრმისეული ფსიქოლოგია, დაწყებული, არ ვიცი, ფროიდიდან დამთავრებული, თანამედროვე ფსიქოლოგებით, რომ ბავშვი არის თავისი მთავარი მიდრეკილებით არის ასე მარტივად რო ვთქვათ, კეთილი. იმიტომ რომ მისი მთავარი თვისებაა კომუნიკაბელურობა. ბავშვს არ აწყობს დესტრუქციულობა. აი მშობელთან ურთიერთობაში მაგალითად ბავშვს არ აწყობს რომ მშობელი გაბრაზდეს, იმიტომ რომ ეს მისთვის ჯერ ერთი იმხელა სტრესია და მეორეც მხრივ მას არ აწყობს, რატო უნდა გაწყობდეს ცუდი ურთიერთობა ვიღაც უზარმაზარ არსებებთან, რომლებიც ჩვენზე ბევრად ძლიერები არიან და შენ მათზე ხარ დამოკიდებული. რატო უნდა გაწყობდეს ცუდი ურთიერთობა? ბავშვი ყოველთვის კონსტრუქციული, ანუ კონსტრუქციულობა არის ბავშვის ბუნება. დავიწყოთ აქედან, ხო? შემდეგ ესეც პირველ კითხვაზე პასუხი. როგორია ბავშვი? ბავშვი არის კონსტრუქციული, მას უნდა კონსტრუქციულობა, მაგრამ არის კიდე რამოდენიმე თვისება, რომელზეც საუკუნეებია მიდის საუბარი, მაგრამ დღეს 21 საუკუნეში დამტკიც და მეცნიერულად რო ესეა. ბავშვს აქვს თავარი ორი თვისება, ეს არის პირველი არის ავტონომიურობის მოთხოვნილება და მეორე ეს არის კავშირის მოთხოვნილება და მე თუ დაინტერესდებით გეტყვით როგორი ექსპერიმენტები დატარდა. ანუ პირველი მოთხოვნილება არის ის რომ მე ვიყო დამოუკიდებელი, მე თვითონ გადავწყვიტო რას ვაკეთებ, რას ვფიქრობ და მეორე ის რომ მქონდეს ურთიერთობა სხვებთან. ანუ ორივე ეს მოთხოვნილება ერთდროულად ფუნდამენტურია. აი ეს არის ის რაც ბავშვს უნდა. და ეს ნიშნავს რომ როდესაც ეს ორი მოთხოვნილება ირღვევა, ბავშვი ტრანვირდება. ანუ ეს უკვე მეორე ეტაპი გავიარეთ, თუ როგორია ბავშვი, რა უნდა ბავშვს, ესე იგი ცოტა აზე მოვიდეთ, რასთან გვაქვს საქმე, ხო საერთოდ? იმიტომ რომ ხო არის უამრავი შეხედულება, რომ ეს და ხო დამავიწყდა ინტერესი. გადარჩენისთვის ბავშვს ადამიანს სახეობა ჭირდება ინტერესი, იმიტომ რომ ინტერესი არის ის, რითიც ადამიანი გადარჩება. განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. განვითარება ინტერესია დამოკიდებული. კი, ზუსტად. ხო. აი მე რო ვითარებ, ადამიანი რო გადარჩეს, ის უნდა განვითარდეს. ანუ ადამიანი არ გადარჩება ფიზიკური ძალით, როგორც ლომი, როგორც ვეფხვი. ადამიანი გადარჩება გონებრივი განვითარებით. იმან უნდა მოიგონოს საშუალება, რომ გადარჩეს. ამიტომ პროფესიის არჩევა მაგალითად არსებობს ეგეთი ტერმინი ფსიქოლოგიაში პირადი ინტერესი, რომელიც არის უმაღლესი ფორმა ინტერესის. იმიტომ მე რო პროფესიას ვირჩევ, ჩემი ფსიქიკა დაბადებიდან მუშაობს იმაზე, თუ რა პროფესია უნდა ავირჩიო. და ამიტომ, როდესაც ბავშვი რაღაცით განსაკუთრებით ინტერესდება, სულ ერთია ეს, რავი, ხეზე ჭრა იქნება თუ მათემატიკა თუ რა, აქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მან ეს ინტერესი არ დაკარგოს, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ის, რაც მისმა ფსიქიკამ გადაწყვიტა, რომ მე აი ამითი უნდა გადავრჩე. და ამ დროს ჩვენ ვერევი და ეს კი არა, ეს ვეუბნები. აი შენაც დამითითებას მაგ დროს ბავშვს, ხო, ხეზე ჭრა კი არა, ფეხბურთზე შედი ის რა ქვია, არ ვიცი მე იურისტი გამოდი. ამ დროს ჩვენ მის გადარჩენის ინსტინქტს ვაჩლუნგებთ, მის ტვინს ვთრგუნავთ, იმიტომ რომ ინტერესი არის ტვინის მამოძრავებელი ძალა.
როცა ინტერესი ქრება, ტვინი აღარ მუშაობს. და როცა ინტერესი ქრება, როდესაც სხვისი ინტერესი შემოდის. და გეუნება, რომ ეს კი არა, აი მე რასაც გეუნები, იმითი დაინტერესდი. რა ეგ არის სწორი ეგრე გონია. ხო, აი ესე იგი ეს სამი რაღაც, ინტერესი, ავტონომიურობა, ანუ შინაგანი თავისუფლება და ურთიერთობა. ეხლა უყურეთ, როგორი რაღაც ხდება. არსებობს აი ეს მოცემულობა, ბავშვი არის ესეთი და აქვს ეს ჭირდება. აი ამ სამი რაღაცის დაცვა, ინტერესის, ავტონომიურობის და იმის და ამ დროს არის სხვადასხვა აღზრდის მეთოდები. სულ სოფლიოში არსებობს 4 აღზრდის მეთოდი. ეს 4 აღზრდის მეთოდი არის პირველი, ეს არის ავტორიტარული, მეორე არის ინდიფერენტული, მესამე ლიბერალური და მეოთხე დემოკრატიული. ძალიან მოკლედ ავხსნი რა ხდება. ავტორიტარული ვიცით რაც არის, ანუ სახელი გვეუბნება, რომ შენ არიცი, მე ვიცი, მე შენ უნდა გმართო, გაკონტროლო და უნდა დაგსაჯო და უნდა გამოგიყვანო ის რაც მე მინდა რომ იყო. რაც იყო ადრე. ხო. არა, ეხლაც არის, რატო? ბევრია კი. ეხლაც სამწუხაროდ ძალიან სერიოზულად არის, იმიტომ გჭირდება ეს ციგნე. კი, ნამდვილად. მეორე, ინდიფერენტული, საერთოდ ფეხებზე მკიდი ხარ, რაც გინდა ის აკეთე, მე ჩემი საქმეები მაქვს. ეს არის ყველაზე უარესი ფორმა. ბავშვისთვის ეს არის ყველაზე მატრამვირებელი. მესამე, ეს არის ლიბერალური, რომ შენ ხარ ჩემი ღმერთი, შენ ხარ ჩემი მეფე, რაც არ უნდა გააკეთო, შენ მართალი ხარ და ეს არის ბავშვის გადაქცევა იმპერატორად, რომელსაც მე შენ გემსახურები და შენ არასოდეს არ გაკრიტიკებ. ხო. ყველაფრის უფლება გაქვს, თავისუფალი ხარ, მაგრამ ეს არის არასწორი მიდგომა, თავისუფალი აღზრდის არასწორი ფორმა. კი. იმიტომ რომ ესეთ შემთხვევაში ბავშვი გადაიქცევა პატარა დიქტატორად და ეგოცენტრიკად და რა ვიცი, ნარცისად და ყველაფერ უბედურებად. კი, ზუსტად. მეოთხე არის დემოკრატიული. დემოკრატიული არის, როგორც მე შენ გაძლევ თავისუფლებას, მე შენ პატივს გცემ შენ არჩევანს, მაგრამ მე მუდმივად შენთან კონტაქტში ვარ და მე ჩემ თავსაც პატივს ვცემ, მე შენ თავს არ დაგაჯაგრინებ. ხდები, ანუ შენ კი თავი შენ თავს არ დაგაჯაგრინებ. ხო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ბავშვმა თუ მშობელი დაჩაგრა, ესეც არ არის კარგი, ხო? ანუ და როგორ შეიძლება რომ არავინ არ დაიჩაგროს? დიალოგით. კი, გულწრფელი კომუნიკაციით, ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში არა ის რომ მე შენ გიბრძანებ და არც ის რომ შენ მე მიბრძანებ, არამედ ჩვენ განვიხილავთ რა არის, რა ხდება, როგორ ხდება და ორივეს რაც გვაწყობს იმას ვაკეთებთ. აი ეს არის ერთადერთი სწორი ჯანსაღი მიდგომა, რომელიც არ ატრამვირებს. დანარჩენი სამი ატრამვირებს ბავშვის ფსიქიკას და იქიდან გამოდის უკვე არანორმალური ადამიანი. და უკვე ეს ყვირილი, ეს უკვე არის ავტორიტარული აღზრდის ერთ-ერთი გამოხატულება. ანუ ნებისმიერი სახის დასჯა, ყვირილი, რა ვიცი, კიდე კუთხეში დაყენება თუ რა ვიცი, აი ჩემ წიგში არის რაღაც 10 მცნებასავით, არ უყვირო, არ დასაჯო, არ მოატყუო, არის ესე როგორ არ უნდა მოექცე ბავშვს. ეს ყველაფერი ავტორიტარული აღზრდის ფორმებია. და რატო არ უნდა გავაკეთოთ ეს? იმიტომ რომ მე ვთქვი რომ ბავშვს ჭირდება ავტონომიურობა. ავტონომიურობა მარტო ბავშვს კი არ ჭირდება. და ავტონომიურობაში იგულისხმება თავისუფლება, ხო? და აი ეს თავისუფლების თემა არის ის, რაც ყველაზე მეტად არ ესმით. და ცოტა შევეხები რა, თუ შეიძლება. შეხეთ და ექსპერიმენტებიც არ დაგავიწყოთ მაგას. კი. და ხო, აი ვიტყვი წინასწარ დავაანონსებს, რომ ადამიანი, აი ესე ბავშვის თავისუფლება 21 საუკუნეში დამტკიცდა, რომ არის აბსოლუტურად აუცილებელი, მეცნიერულად დამტკიცდა, რომ სხვანაირად ჯანსაღ ადამიანს ვერ გავსდით. და სანამ მაქამდე მივალ, უბრალოდ ვიტყვი, რომ უბრალოდ ინტუიციურად ხო გასაგებია, რომ თავისუფლება ჭირდება ყველა ცოცხალ არსებას. ეხლა ჩვენ რომ მივიდეთ მაგალითად ჩიტთან და უთხრათ რომ შენ კი არ იფრინო, ეხლა ჩადი წყალში და იცურე. ხო, არაფერი არ გამოვა აქედან, ხო? არის კიდეც ეგეთი გამოთქმა, არ მახსოვს აინშტაინმა თუ ძალიან ცნობილმა ადამიანმა თქვა რომ როდესაც ბავშვი სკოლაში შედის, მას აიძულებენ
რომ ისწავლოს ის მას რაც არ უნდა. და ეს ნიშნავს რომ ჩიტი აიძულო რომ თევზივით იცუროს. ან თევზი აიძულო რომ ჩიტივით იფრინოს. აი ესეთი გამოთქმა არსებობს რა. განათლების სისტემასთან მიმართებაში. და რის თქმა უნდა ეს თავისუფლება, ხო? არის ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის შინაგანი მოთხოვნილება. სხვანაირად არ მუშაობს. აი მაგალითად, ახლა ვიცით რომ უჯრედი არის ძალიან რთული აგებულების რაღაც, ნებისმიერი უჯრედი. და უჯრედში რო ჩავერიოთ უხეშად უჯრედის მუშაობაში, მხოლოდ გავაფუჭებთ. ანუ ავტონომიურობა ჭირდება უჯრედიდან დაწყებული ყველაფერს, რაც კი არსებობს. ეს არის ყველაზე დიდი, ყველაზე ფუნდამენტური კანონი. მაგრამ ჩვენ ადამიანებმა ამის იგნორირება მოვახერხეთ რაღაცნაირად. რომ იმ ინტერესების გამო რომ აი საზოგადოებას ეს ჭირდება, იქ ინდუსტრიას ჭირდება, იქ ამას ჭირდება, იქ იმას ჭირდება და ამასობაში გაგვეპარა რომ ეს ფუნდამენტური კანონია, აქ დარღვევა არ შეიძლება. დაარღვევ და ეგრევე ინგრევა ყველაფერი. ამ შემთხვევაში ბავშვის ფსიქიკა ინგრევა და ამას მე მგონი დამტკიცებაც არ უნდა ჭირდებოდეს. იმდენად ბუნებრივი რამ არის, რომ თავისუფლება ერთადერთი ნორმალური გარემოა. ავი რა მოვიყვანო კიდე მაგალითად, აი ექსპერიმენტები იყო, რომ ცხოველები მაგალითად გალიაში ბევრად ნაკლებად ნაკლები წელი ცხოვრობენ, ნებისმიერი ცხოველით ან ვიდრე თავისუფლებაში. და აი ეს ციხის მეტაფორა რო ავიღოთ, ანუ ციხეში, ეხლა ხო გვესმის ინტუიციურად, რომ ციხეში ცოცხალი არსება ბევრად უფრო ცუდად გრძნობს თავს, სტრესშია და ბევრად უფრო ნაკლებს ცოცხლობს, ვიდრე თავისუფლებაში, ხო? მაგრამ რატო არ გვესმის ეს ბავშვების შემთხვევაში? ციხე ხო აუცილებელი არ არის მაინც და მაინც გისოსები იყოს. ციხე არ არის, როდესაც მე მინდა სიტყვაზე თამაში და მოდის ვიღაცა და მაძალებს რომ ამ დროს უნდა ვიმეცადინო. ეს ხო ციხეა. ეს ხო ძალადობის ფორმაა. ციხე არის ძალადობის ფორმა. შენ გიზღუდავენ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას. სკოლა, სადაც შენ იძულებით მიყავ და იქიდან გამოსვლის საშუალებას არ გაძლევენ, სანამ ზარი არ დაირეკება. ესეც ციხის ფორმა არ არის რეალურად და რატო გონია რომ ჩვენ ამით ჩვენი შვილების ჯანმრთელობას არ ვაზიანებთ. თუ კი ცხოველი უფრო ნაკლებს ცხოვრობს, ციხეში ბავშვი უფრო რატო არ იცხოვრებს ნაკლებს, ხო? და ეხლა გადავიდეთ ექსპერიმენტებზე. 70-იანი წლებიდან მოყოლებული რამდენი 50 წელია გასული, 54 წელი, ხო? მთელი ეს პერიოდი ჩატარდა უამრავი ექსპერიმენტი, რომელმაც დაამტკიცა, რომ უბრალოდ არ არსებობს რა აი ამ პრინციპს, თავისუფლების პრინციპს ვარღვევთ თუ არა ვიღებთ მენტალური ჯანმრთელობის დარღვევას. მაგალითად 71 წელს ჩატარდა ესეთი ექსპერიმენტი. ედვარდ დესი არის ესეთი მეცნიერი, რომელმაც ჩაატარა, პირველი რაც იყო ის, რომ ბავშვები ორი ჯგუფად გაყო და ერთს მიცა ვთქვათ ხატვის დავალება და უნდა ეს ცნობილია. სხვათა შორის მომდევნო ექსპერიმენტები უფრო არ არის ცნობილი. ერთ ჯგუფს უთხრა რომ ფულადი იქნებოდა ჯილდო ამისთვის, მეორეს არაფერი. და აღმოჩნდა რომ შემდეგ მეორეჯერ, მესამეჯერ რო უნდა დაეხატათ ბავშვებს, ვისაც ფულადი ჯილდო, ვისაც არ შეპირდნენ ფულად ჯილდოს, ისინი ინტერესს ინარჩუნებდნენ. მათ ისევ ინტერესით სურდათ ხატვა და ვისაც ფულადი ჯილდო ჰქონდათ პირველი ხატვის დროს, მათ უკვე ინტერესი შეუნელდათ ან საერთოდ გაუქრათ. საინტერესო. მეორე იყო 71 წელს, ისევ დესიმ ჩაატარა ესეთი ექსპერიმენტი, რომ ფულადი ჯილდოს მაგივრად სიტყვიერი შექება იყო ჯილდო. და ამ ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ შექებაც ანელებს ინტერესს და აფუჭებს ინტერესს. ოღონდ თუ შექება არის მაკონტროლირებელი. მაგალითად თუ აქებ, აი თუ ეუბნები რომ
კი, ისა რა ქვია, კარგად შეასრულე დავალება, ზუსტად ეს გვინდოდა, რაც გააკეთე. მაგრამ თუ შექება არის წამახალისებელი. წამახალისებელი არ შეიძლება, ეს შეხება. არა, პირიქით. ანუ თუ შექება ეხება თვითონ ნამუშევარს და არა ავტორს. ანუ ნაშრომს ეხება და არის წამახალისებელი ყოველგვარი კონტროლისა და იმის, რა ქვია, ავტორიტარიზმის გარეშე. მაშინ შექება მუშაობს დადებითად. აი ეს გამოავლინა ამ ექსპერიმენტმა. და რა ვიცი, შემდეგ იყო მთელი სერია, აი უკანასკნელ წლებამდე ეს უამრავი ექსპერიმენტი ტარდება და შემდეგ უკვე დესი გადავიდა, ეს ედვარდ დესი გადავიდა მეტა ექსპერიმენტებზე, მეტაკვლევებზე, ანუ აი ათასობით ადამიანი როა მონაწილე და რა ვიცი, ყველა რასა, ყველა ეროვნება, ყველა ასაკობრივი ჯგუფი როა ჩართული და ასე შემდეგ და გამოვლინდა, ეხლა რო ჩაუღრმავდეთ ეხლა ყველა ექსპერიმენტს ძალიან დიდი დრო წავა და უბრალოდ მარტივად ვიტყვი ამ ყველაფრის შედეგს. გამოვლინდა ამ ექსპერიმენტების შედეგად, რომ და მათ შორის სკოლაში ატარებდა პირდაპირ ექსპერიმენტებს. აი აკვირდებოდა რეალურ დროში სკოლაში რა ხდება, რომელი მასწავლებელი როგორ იქცევა, ამის შედეგად როგორი მოკლევადიანი შედეგები აქვს ბავშვებს და როგორი გრძელვადიანი შედეგები, ანუ 20 წლის მერე რა მოხდა ამ ბავშვების ცხოვრებაში. და ამის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებიც ავტორიტარული მეთოდებით იზრდებოდნენ, მათ აქვთ ბევრად ნაკლები ინტერესი ცხოვრებაში, ბევრად ნაკლები შედეგები, ბევრად ნაკლები წარმატება, თვითშეფასება ბევრად ნაკლები და ბევრად მეტი ფსიქოლოგიური პრობლემები. კი. და ვინც იზრდებოდა ისეთ გარემოში, სადაც იყო მხარდაჭერა, ანუ მხარდაჭერა აქ არ ნიშნავს იმას, რა ქვია, რომ შენ რა ქვია, ხაჭაპურს გიყიდი და კარგად გაჭმევ, არა, ამაზე არ, მხარდაჭერა ნიშნავს, რომ მე შენსკენ ვარ. მე შენ კი არ გაკონტროლებ, მე შენ გიგებ. კი. აი ეს არის, ეს ნიშნავს ფსიქოლოგიურ ენაზე მხარდაჭერას. ვისაც ჰქონდა მხარდაჭერა და არა კონტროლი. მათ ყველაფერი პირიქით ჰქონდა და ეს შედეგები იმდენად დიდია, იმდენად განსხვავდება, იცით რა, ის კი არ არის, რომ ამ ჯგუფს ჰქონდა 72% და იმ ჯგუფს 71%. არა, ამ 0.0001 რაღაც აი ესეთ იმეებზეა ლაპარაკი, როდესაც სწორ აღზრდასთან გვაქვს საქმე. არა მაკონტროლირებელი აღზრდის შემთხვევაში, მაგალითად, შფოთვის შემთხვევები, დეპრესიის შემთხვევები არის 0.000 რაღაც მეათედი. მაშინ, როდესაც მაკონტროლირებელ აღზრდაში არის +87% დეპრესია. ხვდებით რაზეა საუბარი? აქ უკვე აი აშკარა გაროისა გვაქვს, რა ქვია და თან ეს არის მეტაკვლევები. ეს არის კვლევები, სადაც 10,000-ობით ადამიანი მონაწილეობს 5-ვე კონტინენტზე. ხვდებით? ანუ ეს იმდენად რთულია სხვათა შორის, მე მაქვს ჩემი გამოცდილებიდან რომ გითხრათ, მოკლედ მე ვიყავი 5 წლის, როდესაც დედაჩემმა შემიყვანა სკოლაში. მიმაბარა მასწავლებელს, რომელიც იყო ჩემი მასწავლებელი და ნუ აი ჩვენი ოჯახის ნათესავი იყო ის ქალი, ამ მასწავლებელს უთხრა რომ მიიყვანე თქვენთან ვატარებ ხატიას და თქვენ ამეცადინეთ. პირველად ყვები ამ ამბავს ცხოვრებაში სხვათა შორის ციხეზე გამახსენდა, რომ ისა მივედი და ეს ქალი ყოველდღე იმ ხელას მიყვიროდა. ანუ ყვიროდა, ღრიალებდა, არ ვიცი, აი ბოლო ხმაზე რომ შენ ისწავლე, რატო ვერ ხვდები რისთვის, აი და ეს ჩემთვის იმდენად ტრაუმირებული აღმოჩნდა, რომ ყოველდღე აი ჯერ ხო იქ მისვლა იყო კოშმარი. მერე სკოლაში იყო მისვლა კოშმარი, რომ აი ამ ქალთან მიწევდა ის და უკვირდათ, რომ აი რატო აბაკუნებს გაკვეთილზე ფეხებს, ჩემი პროტესტი იყო, რომ მე ფეხებს ვაბაკუნებდი, რომ მე აღარ მეცადინეობდი. და ჩემი მთელი ცხოვრების, აი 12 წლიანი გამოცდილების განმავლობაში არასდროს აღარ შემყარებია სკოლა და მთელი აი არ ვიცი ფსიქოლოგებთან და ეს ტრაუმირებული სიტუაციებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი წელი დამჭირდა, რომ აი ეს 5 წლის ხატიას ეგ ტრაუმა მომეშუშებინა. აი რამდენი წელი დამჭირდა, ვერ აგიწერთ და აი მართლა ეგ მიდგომა ღუპავს ბავშვის ფსიქოლოგიას. საქმე ის არის, რომ ავტორიტარიზმი ნებისმიერი თავის გამოვლინებით, ანუ დასჯა, შეშინება,
ცემა, ფსიქოლოგიური რაც იყო იმ დროს მრავლად. ხო, ანუ მე ავტორიტარიზმის გამოვლინებებს ვამბობ ახლა. ფსიქოლოგიური манипуляция, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ყვირილი, ეს ყველაფერი, ცემა, დასჯა, ეს სასჯელი, ეს ყველაფერი არის ავტორიტარიზმის გამოვლინებები. მისი კონტექსტი არის, მისი მესიჯი არის ბავშვის მიმართ, რომ შენ ხარ ცუდი და მე შენზე უნდა ვიხმარო ძალა, რომ შეგაშინო და შენ ვერ გაბედო, რომ იყო ცუდი. და გაგაკეთებინო ის, რაც არის კარგი, რაც შენ არ გინდა. ხო. ეს არის აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე მატრამვირებელი მოცემულობა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ყველა ტრამვის არსი, ძირი, ფესვი, ნებისმიერი ტრამვის არის მე ვარ ცუდი. და ეს დამოკიდებულება ავტორიტარული უკვე პირდაპირ შენ მესიჯს აძლევს შენ ფსიქიკას, რომ შენ ხარ ცუდი, მე უნდა გამოგასწორო. და აქ ზღვარს ვერ დავიცავთ ამ მესიჯს და ამის საპირისპირო მესიჯს შორის. როდესაც მე ბავშვს ვექცევი კარგად, ანუ არა ავტორიტარულად. ანუ ეს რას ნიშნავს? მე პატივს ვცემ მის თავისუფლებას, მიყვარს, უპირობო სიყვარული მაქვს მის მიმართ, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებებს და უბრალოდ მის გვერდზე ვარ, როგორც მისი მხარდამჭერი, მისი მეგობარი, მისი მცველი. და არ ვძალადობ მასზე არანაირად. აი, ამ ორ რამეს შორის ვერანაირად ვერ დავიჭერთ. კი, გავიგე. ბალანსს, იმიტომ რომ აქ საზღვარი მათ არ აქვს, ეს ორი ცალკე არსებული სამყაროა. ხდები, ეს არის ორი ქვეყანა, რომელსაც ერთი არის ანტარქტიდაზე, მეორე არის ჩინეთში. ამათ საერთო საზღვარი არ გააჩნიათ. ამიტომ აქ ზღვარს ვერ დავიცავთ. ხო, მაშინ ამ შემთხვევაში ბავშვის უბრალოდ უნდა გავიგოთ, რას ნიშნავს სწორი აღზრდა. კი. და სწორ აღზრდას აქვს თავისი კანონები. აი ძალიან მოდი ახლა რო არ დავაბნიოთ მაყურებელი, აი მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს და ვიტყვი, აი ნებისმიერი რამე, მაგალითად ბავშვი არ სწავლობს. რას აკეთებს ავტორიტარი მშობელი? მიდის და ასე თუ ისე ცდილობს მის დაშინებას, დასჯას და რაღაცა ისწავლე თორე დედას გიტირებ, ხო? ეს არის მესიჯი. რას აკეთებს არა ავტორიტარი, ნორმალური ადამიანი, რას აკეთებს ამ შემთხვევაში? ადეკვატური ადამიანი, როგორ იქცევა ამ შემთხვევაში? ის ეკითხება, რატო არ გინდა სწავლა? რატო არ გინდა დღეს რომ იმეცადინო? ბავშვი პასუხობს რაღაცას. აი მოდით ყველაზე, აი მაგალითად ბავშვი ეუბნება რომ იმიტომ რომ აი მათემატიკის მასწავლებელმა ესე ცუდად რაღაც მითხრა, ან ცუდად ვარ, ან რაღაცას ეუბნება. მშობელი ეუბნება ეს რაღაცას, რომ მოდი რო არ ჩამორჩეთ, ну მათემატიკა ხო ისეთი რამეა, რომ არ უნდა ჩამორჩეთ, ორი საერთოდ ამოვარდები, ხო? აი მოდი როგორმე ახლა დღეს რო ვიმეცადინოთ, მოდი შენ თვითონ განსაზღვრე, აი როგორ გირჩევნია, ჯერ გირჩევნია თქვათ ეს იმეცადინო და მერე ის თუ ასე შემდეგ. აი მე შენს გვერდზე ვარ და მოდი შენ გადაწყვიტე რა. ხო არ გინდა ვთქვათ ეს, ხო არ გინდა იმ ოთახში დაждდე, ხო არ გინდა ეს გააკეთო. რომ ბავშვი თუნი ალტერნატივას რომელი ერთი ბავშვი გრძნობს რამოდენიმე რამეს აქ. ერთი რომ მის აზრს პატივს ცემენ, რომ მას არჩევანი აქვს და რომ მას მხარს უჭერენ. ანუ მის წინააღმდეგ კი არ არიან, კი არ აკონტროლებენ. ერთი გუნდია. ხო, მესამე რაღაც, ანუ ერთი ის რომ პატივს ცემენ მის აზრს, მის დამოუკიდებლობას, მეორე ის რომ მხარს უჭერენ, გვერდში უდგანან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მესამე ის არის რომ არ აკონტროლებენ, ანუ მტერთან არ აქვს საქმე. ხდები? კი, მოყვარესთან აქვს საქმე. ხო, მოყვარესთან აქვს საქმე. და თუ ბავშვი მაინც აი ახლა მაგალითად სულ უკიდურესი შემთხვევა რომ მოვიყვანოთ, ახლა შეიძლება ბავშვმა გითხრას, რომ მე საერთოდ არ მინდა სწავლა. აი ამ შემთხვევაში რა შვებით? ხო, აი ამ შემთხვევაში რა შვებით? კი. ვეკითხებით რატო? და როდესაც ის რაღაც პასუხს გცემს, ვცდილობთ რომ რაღაცნაირად მივიყვანოთ სწავლამდე, მაინც მაგალითად
თუ გვეუბნება რომ ეს საერთოდ არ მინდა სწავლა, იმიტომ რომ მე უნდა გამოვიდე სიტყვაზე, არ ვიცი, რაღაცას გვეუბნება, ან რა ვიცი, მეწაღედან დაწყებული, რავი, რა შეიძლება იყოს პასუხი, ან მე უნდა გამოვიდე რა ვიცი, ინტერნეტ რაღაც მარკეტოლოგი, ან კრეატორი, ან რაღაცა პროგრამისტი. შენ უბრალოდ უკავშირებ მის მიზანს იმ საგნებს, რომელიც ისწავლება სკოლაში და ეუბნები, რომ აი შენ თუ ეს მიზანი გაქვს, აი ეს ხო ამასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, შენ თუ პროგრამისტი გინდა გამოხვიდე, მათემატიკური აზროვნება მაინც ხო გჭირდება. მათემატიკა, ფიზიკა, ტექნიკური საგნები ხო კავშირშია და იქნებ მაშინ ეს მაინც გვეცადა. ხო? რეალურად სადღაც, აი როდესაც ეს დიალოგი მიდის, დიალოგი და არა მონოლოგი. სადღაც ბავშვი გამოყვება. მაგრამ წავიდეთ უფრო შორს. თქვათ რომ ბავშვი საერთოდ არ მოყვება. აი მაგალითად მახსენდება იყო ესეთი სულიერი ლიდერი აღმოსავლეთში გურუდევი, რომელიც 9 წლის ასაკში გაიპარა სახლიდან და იმაზე სადგურზე რომ პოლიციელმა გააჩერა და კითხა რომ ვინახარო და საიდან მოდიხარო. მე იქიდან მოვდივარო, საიდანაც ყველა ადამიანი მოდის. მან უთხრა და სად მიდიხარო და იქ მივდივარ, სადაც ყველა ადამიანი მიდის. ხო და ეგეთი ბავშვებიც არსებობენ. არსებობს ჯონ გატო, ესეთი ავტორი, რომელიც აღწერს უზარმაზარ წიგნში ბავშვების მიღწევებს. დაწყებული გემის კაპიტნობიდან, დამთავრებული სიმფონიების წერით, რაც ვიცით მოცარტის და სხვების შემთხვევაში, ხო, ბავშვებს ძალიან ბევრი რამე შეუძლია და ესეც ჩარჩოა, რომ ჩვენ ბავშვებს მაინც და მაინც დაუწესოთ, რომ შენ რახან 7 წლის ხარ, ზუსტად ისე უნდა იაზროვნო, როგორც 7 წლის ბავშვმა. ესეც შეიძლება ძალიან საშინელი კლიშე აღმოჩნდეს, რომელმაც შეიძლება ძალიან დიდი დეგრადაცია გამოიწვიოს და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები თუ ესე ძალადობრივად დაუწესებ. ბავშვს უნდა უსმინო. 7 წლის ბავშვი შეიძლება 15 წლის განვითარების იყოს და პირიქით, ხო? და არსებობენ ძალიან გენიალური ბავშვები და თუ აი მაგალითად ეხლა ბოლომდე შორს რო წავიდეთ, ბავშვმა შეიძლება გითხრას, რომ მე უკვე ავირჩიე ჩემი სამყარო, მე ჩემ თავში გარკვეული ვარ, მე მაგალითად ფულის აკეთებლად ჭირდება პროგრამირება, რომელიც უკვე ვიცი და არ ჭირდება შენი დაფინანსება და ისე კიდე მე მჭირდება მედიტაცია. აი მედიტაციის მეტი არაფერი არ მაინტერესებს. რას ეუბნები ბავშვს ახლა? მედიტაცია არის განვითარების უმაღლეს ფორმად ითვლება მთელს აღმოსავლეთში. აი მაგალითად აღმოსავლეთში მე-20 საუკუნემდე წიგნის კითხვა ითვლებოდა ძალიან ისე დესტრუქციულ საქმიანობად, იმიტომ რომ რეალობიდან გაგდებს და ამას აქვს თავისი ახსნა. ეს არ არის უბრალოდ ესეთი ხელწამოსაკრავი მიდგომა. რეალურად ეხლა შენ რომელი ბუდისტ ბერთან რომ მიხვიდე, გეტყვის რომ ვიცი რა მე მედიტირებ 24 საათი, იმიტომ რომ ეს უფრო დიდ ცოდნას მაძლევს ჩემი თავის და სამყაროს შესახებ, ვიდრე თქვენი წიგნები. და ამას ვერ შეეკამათები. ხო და ჩემმა ბავშვმა რომ მითხრას, რომ აი მე მაგალითად ვიცი რაც მინდა და საერთოდ არ მჭირდება თქვენი სკოლა, მე მჭირდება მედიტაცია. ხო უნდა გავცე რაღაც ლოგიკური პასუხი, ხო? და ისევ ედვარდ დესის კვლევებს თუ დავეყრდნობით, თუ ბოლომდე არ მიუყვებით ამ პროცესს და ბოლომდე ბავშვს ლოგიკურ თუ ის ლოგიკურს გვეუბნება არ დაუთმობთ და მაინც ავტორიტარულად თავს მოვახვევთ ჩვენს განათლების სისტემას, ჩვენს სკოლას, მეცადინეობას და ჩვენს დიქტატს, ჩვენ მივიღებთ ისევ და ისევ ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ეს დამტკიცდა 21 საუკუნეში უამრავი სამეცნიერო ექსპერიმენტი. კი, თან თქვენ წიგნშიც გაქვთ ეგ მოცემული და გიწერიათ, რომ ანუ ზოგადად ბავშვს უნდა ესაუბრო, როგორც შენს თანატოლს და ის რომ მისი აზრი შენთვის მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი გასათავისებელია. იცი არის, აი თანასწორს იმიტომ კი არ უნდა როგორც თანასწორს იმიტომ კი არ უნდა ესაუბრო, რომ შენ ესეთი კაი ტიპი ხარ. არა, თუნდაც იმიტომ რას თქვით, კი, იმიტომ რომ იმიტომ რომ ის თანასწორია რეალურად, ის არის
სამყაროს მიერ გაჩენილი ცოცხალი არსება, რომელსაც შენ არანაირი უფლება არ აქვს ძალადობის. ის თავისთავად უკვე სრულყოფილია. კი ბატონო. და მისი, ანუ ეს ჩვენ მერე ძალიან ღრმა ფილოსოფიურ საკითხებამდე მივდივართ, რომ მაგალითად მე თქვენ შემიძლია მოგიყვანოთ უამრავი მაგალითი, როდესაც ერთი ადამიანი საუკუნეებით უსწრებდა თავის ეპოქას. ავიღოთ მიქელანჯელო, ავიღოთ შოთა რუსთაველი, ავიღოთ ლეონარდო და ვინჩი, საუკუნეებით წინ იყვნენ თავისი განვითარებით, ჰეგელი, კანტი, ბუდა, არ ვიცი, ვინც გინდათ, რა ვიცი, ანუ აქვს სოციუმს უფლება ცალკეულ რომ დაუკანონოს ცალკეულ ინდივიდს თუ რამდენად შეიძლება ის განვითარდეს. შეიძლება ჩემი ბავშვი ჩემზე უფრო განვითარებულია, მე რა ვიცი. ხო. მე მაგალითად ვიცი, რომ ჩემი შვილი ნამდვილად ჩემზე უფრო განვითარებულია. არც სიმღერაც კი არსებობს ესეთი What a Wonderful World, Ray Charles-ი რომღერის. იქ არის ესეთი ძალიან მაგარი სიტყვები, რომელსაც დაფიქრება ჭირდება, რომ they'll know much more than I'll never ever know. ანუ მათ მეტი იმაზე მეტი ეცოდინებათ, ჩემში ბავშვები იგულისხმება. I see children play, ხო არის ეგეთი და they know much more than I'll never know. ანუ მათ მეტი ეცოდინებათ, ვიდრე მე შეიძლება საერთოდ ვიოცნებო. იმიტომ რომ ყველა ელემენტარულად ყველა თაობა ხო უფრო განვითარებულია, ეს ხო ვიცით არა? და ჩვენ რას ვაკეთებთ, რომ ყოველ კონკრეტულ ბავშვს ძალადობრივად ვაიძულებთ, რომ რაღაც პროგრამა ისწავლოს, მაშინ როდესაც ვიცით, რომ ეს ძალადობაა, ეს ანგრევს ფსიქიკას, ეს ანგრევს ჯანმრთელობას და ტვინის ფუნქციას ანგრევს და საერთოდ ადებილებს და ასე შემდეგ და მის პიროვნულ განვითარებას შეიძლება ჩამორჩება ის პროგრამა. აი რის თქმა მინდა. და ბავშვი რომელიც ამბობს, რომ საერთოდ არ მინდა სწავლა, შეიძლება უფრო განვითარებულია, ვიდრე მთელი ჩვენი განათლების სისტემა. თავისი მინისტრებიანად. და რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? უნდა მაინც დავაძალოთ? არა, დაძალება არა, ნამდვილად უნდა მივცეთ თავისუფლება. მე ამას ვამბობ, რომ უნდა მივცეთ, ეს არ არის ჩვენი წყალობა, უკვე მეცნიერება გვეუბნება, რომ თუ არ მივცემთ ამ თავისუფლებას, ვიღებთ ფსიქოპათს, დეპრესიულ, შიზოფრენიკს, ალკოჰოლიკს და ასე შემდეგ. ანუ მეცნიერება გვეუბნება აქ უკვე, რომ სხვანაირად არ გამოდის. კი. და ისე რა საინტერესოა, რომ ეს თუნდაც თქვენ ახსენეთ წინა პოდკასტში, ერთ-ერთ პოდკასტში, რომ ეს იწვევს შემდეგ ნარკოდამოკიდებულებას და თუნდაც საით ალკოჰოლიზმ დამოკიდებულებას, ხო? აი მსგავსი ტრაუმები ბავშვობის ასაკში მიღებული, რომელიც დასრულობაში ვერ მოშორდა. მე მაინტერესებს ზოგადად აი, როდესაც ადამიანს აქვს ამის დანაკლისი, აი კი გარდა იმისა, რომ ფსიქოთერაპევტს უნდა მივმართოთ, ზოგადად აი როგორ უნდა უშველო ამ დროს შენ თავს, აი საიდან, რომელი ტრაუმიდან თუ აი საიდან უნდა აღმოფხვრა ეს ყველაფერი? საიდან უნდა აღმოფხვრა? თუნდაც უკვე არის ტრამვა თუ შვილის შემთხვევაში? ხო, შვილის შემთხვევაში, ხო. შვილის შემთხვევაში სწორი აღზრდა, ანუ დემოკრატიული, ჰუმანური აღზრდა, არა ავტორიტარული აღზრდა არის პრევენციული ფსიქოთერაპია. ანუ მე წინასწარ უკვე ისე ვექცევი ჩემ შვილს, რომ ის არ დაავადდეს. ეს არის ყველაზე კარგი, რაც შვილმა შეიძლება, მშობელმა შეიძლება შვილს გაუკეთოს. ანუ რეალურად ეს ფსიქოთერაპიის ნაწილია, თუ მე დავინახავ ამ ჯაჭვს ჩემს ავტორიტარულობასა და ჩემი შვილის მომავალ ფსიქოლოგიურ პრობლემებს შორის, თუ დავინახო, პრობლემა ჩვენი ის არის, რომ ბავშვს რო დაარტყამ და სიტყვაზე, რა ვიცი, ტვინის შერყევა თუ დაემართა, ამას ხედავ. ფიზიკურად ჩანს. მაგრამ შინაგანად ტრავმა არ ჩანს. შინაგანი ტრავმა არ ჩანს. აი ეს არის პრობლემა და არსებობს უამრავი ხალხი, რომელიც იმის გამო, რომ ამ ტრავმას ვერ ხედავ, ისინი დამნაშავეები არ არიან თავისთავად, მაგრამ ვერ ხედავენ, ვერ გრძნობენ, გეუბნებიან, რომ ჩვენც გვცემდნენ ბავშვობაში და ცუდები გავიზარდეთ. ხო, აი ეგ. ხო, მაგრამ
რა ვერ გავიზარდეთ რო იძახიან. ხო, მაგრამ ესეთ ადამიანს შენ ვერ აჩვენებ და ვერ დაუმტკიცებ, რომ მან ძალიან ბევრი რამ დაკარგა ცხოვრებაში, რომ რეალურად ის არ არის ნორმალური, იმიტომ რომ აი ეს ასეთ რაღაცას ნებისმიერი ადამიანი ვინც იტყვის რომ მეც მცემდნენ და ვერ გავიზარდე, დაუჯდები როგორც ფსიქოლოგი და ვაჩვენებ რომ ვერ გაიზარდა. რეალურად ეს ადამიანი ეს რაღაცას რომ ამბობს. ვერ მგონი მთელი ცხოვრება, სანამ არ ისწავლის ამას. ხო, ანა ესეთი ადამიანები არიან ტრამვებით სავსე თვითონ, მაგრამ ტრამვის თვისება ის არის რომ ადამიანს რაღაც მომენტამდე ვერ ხედავს თავის ტრამვებს. ეხლა ნებისმიერი გიჟი რომელიც ქუჩაში დადის და რა ვიცი, ზოგი პოლიტიკაშია, ზოგი ომებს იწყებს, ზოგი სერიული მკვლელი ხდება, არც ერთი არ ფიქრობს, რომ გიჟია. და ეს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენც გვცემდნენ და ცუდები გავიზარდეთ, ვერ ხვდებიან თავის ტრამვებს, ვერაცნობიერებენ და ამიტომ ვერაფერს ვერ ეტყვი. კი, ვერაფერს ვერ ეტყვი. და არის ესეთი აი მე რომელი ფსიქოლოგიური სკოლის ისეთ პრაქტიკოსიც ვარ. ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია არის ესეთი და როდესაც მის დამაარსებელს სტანისლავ გროვს კითხეს რომ რა უნდა უყოთო ამ ხალხსო, ვინცო ვერ ხედავენ ამ ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის უპირატესობასო, ჩვეულებრივ ფსიქოლოგიასთან, სალაპარაკო ფსიქოლოგიასთან შედარებით, სტანისლავ გროვმა ეგეთი რაღაცა უთხრა, რომ ვერაფერს ვერ ეტყვიო, ეს ხალხი უბრალოდ უნდა წავიდესო. და ახალი თაობა უნდა მოვიდესო და აქ უკვე აი გავიხსენოთ თუნდაც რატო გამოყავდა მოსეს 40 წელი. რომ უდაბნო რატო გამოატარა ეგვიპტიდან, ხო? იმიტომ რომ მოსულიყო ის თაობა, რომელიც გადაარჩენდა იმ არა, რომელიც თავისუფლად იაზროვნება და ტყვეობაში, მონობაში და მონური ფსიქიკით გაზდილი და ჩამოყალიბებული თაობა რო არ ყოფილიყო, თავისუფლებაში დაბადებული თაობა რო გაჩენილიყო ამ 40 წლის განმავლობაში, ამიტომ ატარა. ნუ ესეთი ლეგენდაა სინამდვილეში სულ სხვა რამის გამოატარა, მაგრამ ეს ჩვენი თემა არ არის ახლა. შორს რო არ წავიდეთ. ეს ჩვენი თემა არ არის, მაგრამ რისი თქმა მინდა, რომ არის მოცემულობა, სადაც ადამიანებს უბრალოდ არ ესმით. აი მაგალითად ახლა ადამიანი რაც საბჭოთა კავშირში გაზდილი და არის გელაპარაკებას, რომ სტალინი კაი კაცი იყო და რომ ბავშვები უნდა ცემო, იმას ვერ გააგებინებ ვერაფერს. და რომ გეუბნება, რომ ჩვენ ხალხი უნდა დავხრიტოთ და ძაღლები უნდა ამას წინათ უყურე ვიდეოს, რომ ძაღლები უნდა დავხოცოთო, ხო, აბა რა უნდა ვქნათო და ეგეთ ხალხს და რომელიც იგივე კატეგორია, რომელიც იძახის, რომ ბავშვი უნდა ცემო. აბა რა ანუ ტრად მოეკეცი გაზარდე რომ მოყარედ იქცეს ხო და ესეთ ხალხს ვერაფერს ვერ გააგებინებ. არის აი ეგეთი ისტორიაა რა, აი ესეთი აღმოსავლური სულიერებიდან, რომ როცა ბუდა გასხივოსნდა, ესეთი კითხვა გაუჩნდა, რომ რა აზრი აქვს, ეხლა მე რო წავიდე და ხალხს გავაგებინო ჩემი ეს გასხივოსნებული ცნობიერება გაუზიარო. ვინც იცის, იმან ისედაც იცისო და ვინც არ იცის, ის ვერ გაიგებსო. და მე მოუვიდა ესეთი გაცნობიერება, რომ არსებობს დაბნეული ხალხი, რომელიც მზად არის ახალი ცოდნისთვის, მაგრამ თავისით ვერ იგებს. ანუ რეალურად აი ესეთი გზამკვლევი ჭირდება, ეს წიგნი ზუსტად ესეთი ხალხისთვის არის, ვინც შინაგანად გრძნობს რაღაცნაირად, მივიდა იქამდე, რომ ბავშვი არ უნდა ცემო, ბავშვი არ უნდა ხო, რაღაც ყური არ უნდა აუწიო, არ უნდა ბევრი გამოვლინებაა, ხო? კი. და ზოგადად წიგნში აღნიშნეთ, რომ ზოგადად დედის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ცნობიერებაში, ხო? აი, თუნდაც მშობლის ორივეთ, მაგრამ აი მშობლების შემთხვევაში, რომლებიც ვერ ახერხებენ, რომ აი ბავშვთან დიდი დრო გაატარონ, მაგრამ ანუ ახლოს არიან ემოციურად, მაგრამ ყავთ ძიძა ან დამხმარე ადამიანი, ვინც ეხმარებათ მათ აღზრდაში. აი ამ შემთხვევაში როგორ აი რა ხდება, ეგ მაინტერესებს. აი რასთან დაკავშირებით? აი თუნდაც როდესაც ყავთ ძიძა და ბავშვს დღის განმავლობაში სხვა ადამიანი. მშობელთან არ ხდება დაშორება მაინც? რა თქმა უნდა ხდება. აი ერთი კვლევა გამახსენდა მაგალითად ისევ აი ამ ედვარდ დესის კვლევებს შორის არის ის რომ აღმოჩნდა რომ როდესაც
ავტორიტარული აღზრდა შეადარეს აი ამ თავისუფალ მიდგომას, ანუ არაავტორიტარულ აღზრდას, აღმოჩნდა, რომ რა თქმა უნდა, ხო როგორც თქვი, იქ ბევრად უფრო მეტი წარმოუდგენლად, კატასტროფულად უფრო დიდი პრობლემები ჰქონდათ ავტორიტარულად აღზრდილ ბავშვებს, მაგრამ აქეთ მხარეს სწორად აღზრდილ ბავშვებს უფრო დიდი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა და მეტი კოგნიტიური შედეგები ჰქონდათ იმათ, ვისაც ორივე მშობელი უჭერდა მხარს და არა მხოლოდ ერთი. ანუ ეხლა ეს კიდე ერთხელ მიუთითებს იმაზე, რამდენად ფაქიზია ბავშვის ფსიქიკა და რა თქმა უნდა მოქმედებს ყველაფერი. ისიც მოქმედებს, შენ ორივე მშობელი მხარს გიჭერს თუ არა, რამდენად დიდ დროს ატარებენ შენთან და არსებობს კიდე ესეთი ცნება ხარისხიანი დრო. კი, ზუსტად. რამდენად ხარისხიან დროს ატარებენ შენთან, მაგრამ მთავარი პრობლემა ძიძის შემთხვევაში არის ის, რომ ძალიან თვითონ ძიძა ძალიან ხშირ შემთხვევაში არის მოუმზადებელი. ხო, რამდენად განვითარებულია, რომ ბავშვთან ერთი რამდენად განვითარებულია, მერე თვითონ ის, რომ ძიძა თუ წევს მუშაობა, ძიძობა ხო არ ითვლება პრესტიჟულ სამუშაოდ. მაგრამ ამ დროს რამხელა პასუხისმგებლობაა, როგორც აი ძიძა არის დაახლოებით როგორც მასწავლებელი, რომ აი ამერიკაშიც და ჩვენთანაც რატომღაც ითვლება, რომ მასწავლებელი არ არის პრესტიჟული. ამ დროს აი ევროპაში უკვე პირიქით არის, მაგალითად ფინეთში მასწავლებლობა ღმერთის ტოლი პროფესიაა, ხო? და იგივეა ძიძობის შემთხვევაში და ადამიანი, როდესაც მიდის რაღაც სამსახურზე, რომელიც შეიძლება დაბალანაზღაურებადია, რომელიც არ არის პრესტიჟული, ის თავისთავად უკვე ფსიქოლოგიურად არასახარბიელო მდგომარეობაშია და ეს შეიძლება გამოვლინდეს ბავშვთან ურთიერთობაში. ანუ მარტივად რო ვთქვა, თუ ადამიანი არის დაბოღმილი ცხოვრებაზე, ეს ბავშვზე აისახება. და მე თუ ძიძას ვიყვან, უნდა გავითვალისწინო, შევხედო რა ადამიანია, მე რა ვიცი, ალბათ უნდა გავაკონტროლო კიდევაც დღეს ეს კეთდება და ძალიან ბევრი ადამიანი ამას აკეთებს, რომ აკონტროლებენ თავიანთ ძიძებს, იმიტომ რომ ძიძამ შეიძლება ბავშვი ცემოს და აშინოს და უთხრას, რომ არ უთხრა მშობელს. კი, ზუსტად. და ეს მართლა ძალიან რეალური პრობლემაა და ისევ ბავშვი ზარალდება ამით. კი. ერთხელ მახსოვს ჩემი ნათესავი ეძებდა ძიძას, ოღონდ მაშინ 10 წლის უკან და აი ქონდა მოთხოვნები, რომ ყოველდღიურად უნდა წაუკითხოს ხუთის ხაბარი, ნუ აი უნდა იყოს მხიარული, უნდა ასეინოს ბევრი, და მაშინ მახსოვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანს უყვირდა ძიძას აი ამ, მაგრამ არა, ძალიან მნიშვნელოვანია ძიძას ქონდეს ეს პრიორიტეტები, ანუ აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნილებებს, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია, რომელიც არ ფასდება დღევანდელ დღეს ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ. აი იცით რა არის, აი ძიძის შემთხვევაშიც, მშობლის შემთხვევაშიც, სულ მინდა ხოლმე, აი რავი, ამისა ვიყვირო, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ზღაპარს წაუკითხავ. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად განათლებულია შენი შვილი. ანუ ეს ყველაფერი მოდის, ინგლისელები მაგალითად ყველაზე დიდ დროს აძლევენ ბავშვებს, ყველაზე ნაკლებს უჩიჩინებენ და ნაკლებად ტენიან წიგნებს მეტი თავისუფლება და მერე უკვე ზრდასრულ ასაკში უკვე ბავშვობიდან გამოსვლის პერიოდში უფრო აძლიერებენ შემდეგ ამ განათლებას, მაგრამ შეხედეთ რა ინგლისელებმა პატარა კუნძულმა მთელი მსოფლიო დაიპყრო. და დღეს ჩვენი ცივილიზაცია, ანგლოსაქსური ცივილიზაცია წამყვანია, ხო? ანუ ისევ ერთი ექსპერიმენტი გამახსენდა. მოგვიყევით. ესეც ედვარდ დესის ექსპერიმენტია. ამ ადამიანს მართლა ძალიან ბევრი აქვს უკვე ამ ხრივ გაკეთებული, აშკარად ლიდერია ამ სფეროში. ვაი, ამომივარდა. არა უშავს, თუ გინდა. ანუ რაღაცა იყო იმასთან კავშირში, რომ არ უნდა დატვირთო. ხო. და ან ბევრი ინფორმაცია არ უნდა მივაწოდოთ? ანუ საქმე რაშია, იცით, რომ აი ბევრი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ,
ბევრი ზღაპარი წაუკითხოთ, ესენი არის თავისთავად არასწორი კითხვები, იმიტომ რომ ყველა ბავშვი არის ცალკე სამყარო. ზოგ ბავშვს შეიძლება კონდეს მოთხოვნილება ბევრი ზღაპრის წაკითხვის. ჩემშვილს მაგალითად 3 წლის ასაკში მთელი მსოფლიო ლიტერატურა ჰქონდა წაკითხული და თვალები ჰქონდა გადმოცვენაზე, გაკვირვებისგან. ეს მისი ნებით ხდებოდა. და არიან ბავშვები, რომლებსაც საერთოდ არაფერი არ აინტერესებს და მერე უცებ 17 წლის ასაკში დააინტერესებს და ყველაფერი. შეიძლება საერთოდ არასდროს არ დააინტერესებს. ანუ ბავშვთან ურთიერთობის კრიტერიუმი არ არის, რამდენ წიგნს წაიკითხავს და რამდენად ჩვენი გაგებით კარგი განათლება ექნება. იმიტომ რომ ეს არის ცალკე სამყარო, რომელმაც უნდა თვითონ დაალაგოს ურთიერთობა გარე სამყაროსთან. შეიძლება მას ამისთვის საერთოდ არ დაჭირდეს არც წიგნები, არც ზღაპრები. ანუ თავისუფლების იდეა ზუსტად ეგ არის, რომ ჩვენ მივცეთ აი ამ ცალკე სამყაროს, აი ამ ცალკე ერთეულს უფლება, რომ თვითონ იურთიერთოს სამყაროსთან, ისე როგორც უნდა. და შეიძლება ერთი ადამიანი, ერთი ბავშვი დავატრამვიროთ, ტრავმა მივაყენოთ იმითი, რომ ბევრი წიგნი დავაძალოთ და შეიძლება მეორე ბავშვს მივაყენოთ ზიანი იმითი, რომ არ წავაკითხოთ წიგნები. თუ ის ითხოვს ამას. მე მაგალითად მთელი ჩემი ბავშვობა ვითხოვდი, რომ მუსიკაზე შევეყვანეთ, იმიტომ რომ მუსიკოსობის გარდა არაფერი არ მინდოდა. მაგრამ დედაჩემმა შემიყვანა, რა ვიცი, აკრობატიკიდან დაწყებული შახმატი, ჭადრაკი დამთავრებული ყველაფერზე, მაგრამ მუსიკაზე ცოცხალი თავით არ შემიყვანა, იმიტომ რომ არ ესმოდა ეს, რომ აი პირადი ინტერესი არის მთავარი, განსაზღვრელი. თუ ბავშვი პირადი ინტერესით სწავლობს, ის მიაღწევს ყველაფერს. თუ არ სწავლობს პირადი ინტერესით, რაც არ უნდა მოინდომოს, ბოლოს მაინც მიაგდებს, აი ჩემგან განსხვავებით მე დღემდე უკრავ. და ჩემგან განსხვავებით ყველა ვისაც ვიცნობ, ვინც 10 წლები დაამთავრა, 7 წლები დაამთავრა, ვერ აიძულებ, რომ ინსტრუმენტს მიეკარონ, ისე ძულთ. იმიტომ რომ ძალით ასწავლეს. აი ეს ელემენტარული ჭეშმარიტება უნდა გავიგოთ. მეტი არაფერი. ნუ ჭეშმარიტება არის ის, რომ ჩვენ რეალურად მივცეთ ჩვენ შვილებს თავისუფლება და ამ თავისუფლებაში მიაკვლევენ თავიანთ გზას და ეს ნიშაც ეს არის ამ წიგნის, რომ თავისუფალი ბავშვი, თავისუფალი ადამიანია. და როდესაც უკვე თავისუფალი არის ადამიანი, თავისი არსით ამ თავისუფლებით მართლა, ის არის მართლა წარმატებულიც, იღბალიც თავისით მოძა რაღაცნაირად იზიდავს, აი სამყაროს რჩეული ადამიანი ხდება თავისით. რა თქმა უნდა. კი, და ვისაც არ გაქვთ ეს წიგნი, მე გირჩევდით, რომ აუცილებლად შეიძინოთ, რადგან უმნიშვნელოვანესია ჩვენი ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენი შთამომავლობისთვის და მე მგონია, რომ ეს იქნება ჩემი სამაგიდო წიგნი მთელი ცხოვრება. და აი ეს ექსპერიმენტი რატო დამავიწყდა? მოკლედ, სხვა შემდეგ პოდკასტში მოგვიყევით სხვა დროს აი ამ ექსპერიმენტზე. კი, გავიხსენებ აუცილებლად. და ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი პოდკასტი. მეხუთე ეპიზოდი, ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახდათ ბატონი ლევან რამიშვილი. მადლობა კიდევ ერთხელ და თქვენ დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის. ძალიან საინტერესო თემაა, რომელიც მართლა ძალიან დიდ შრეებს მოიცავს.